გამარჯობოთ მოგესალმებით. მოგლეთ ახალი განახლებები დაემოტა. რა უპირმა გაიგეთბირმა არა მგონი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მე ძალიან მომეწონა ახლა მაგალითად რა. ეხლა რა ხდება? ჯერ რა მინდა რომ გავაკეთო, უნდა ვეთამაშო. აგერ ვალი კანოს თუ რავი რა ქვია, მოკლედ არ ვიცი. მაგრამ ამასთან თამაში უჭველი მინდა. დამჭირდება და ახლა გეტყვით რა განახლებებია. რო გითხრათ ხე ფეხბურთელებზეაო, ну ეგეცა კი, ბაზარი რა მართალია, მაგრამ თავარი განახლება არის მეკარეებზე. და რა განახლება ახლა მეკარეზე რა? როგორც იცით, Dream League-ში ნუ გამოსვლის დღიდან, არა თავიდან არა, ნუ ვინც თავიდან თამაშობდით Dream League-ას, ვაი 16-ის Dream League-ას და 17-ის, გეცოდნებას რომ მეკარეები მაშინ იყვნენ ძალიან აი რთულად, ასე ვთქვათ, ეხა როგორცაა რა, მარტივად ეგეთი მარტივები არ იყვნენ. რაც შეეხება ხა დღევანდელ განახლებას, რა დღევანდელი არაა, მაგრამ მეკარეები ძალიან დაბუსტეს, საკმაოდ რა, მოკლედ ამ ოფლაინში, მაგრამ ეხა მე რო დივიზიონი არ მაქვს ისეთი როგორიც საჭიროა, არ მგონია რომ ეხა ჩემთან იყვნენ რა ისეთი როგორიც არის დაბუსტული. ოფლაინ მატჩებში ანუ თითქმის იმ დონეზეა მეკარეების სკილები ასული, რომ საკმაოდ კარგად არიან დაბუსტული. რაც თამაშებს უფრო საინტერესოს გახდის, მეტად დაძაბულს ალბათ, ასე შეიძლება ითქვას, როგორც ჩვენი მეკარე, ანუ ჩვენი კლუბის, ასევე მოწინააღმდეგე კლუბის მეკარეებიც საკმაოდ ეფექტურად მოხსნიან უე ბურთებს რა. რაც დიდი ალბათობით ძალიან კაი შედეგი უნდა იყოს. არა მარტო ალისონი და ეგეთი ფეხბურთელები, არამედ აი ახალი მეკარეები ვინც არა, ნუ დაბალო ვერალენები, მაგათ უფრო მეტი შანსი, ანუ მანდ რო უფრო კაი მეკარე იპოვოთ, ვიდრე ეგ ალისონზე და ნაცნობ მეკარეებზე გქონდეთ ინტერესი და რა თქმა უნდა გატესტო. მე მაგალითად ეხა Westwood-ს ვეძები ისევ და ვეჩალიჩები, მაგრამ არ ამგონია ეხა Westwood-ი მე რო დამიგდოს ისევ, იმიტომ რომ დივიზიონის ეხა Westwood-ისთვის რა დივიზიონში თამაშობს, ეგ დივიზიონი მე უკვე გამოვიარე. და მან რო არ დაუგდია ეხა არ ამგონია ეხა ახაც რო მე უცებ გამიმართლოს და დამიგდოს გაყიდვებში. მაგრამ პლუს ამას Westwood-თან ერთად ისევ და ისევ მჭირდება ბელინგემი, ნუ არ მითამაში ეხა მე Dream League. ბოლოს ლაივი რომ მქონდა, ეგ იყო ჩემი თამაში, მაგის მერეც აღარ მითამაშია და ერთ თვეზე მეტია დაახლოებით ვიდეო რო არ დამედია და არ შეიძლება ეგრე. არა. უნდა გავაგრძელო მოკლედ აქტიურობით, რაც შეიძლება მეტი და მეტი, მაგრამ ეს 15 აპრილის მერე რა თქმა უნდა აშკარას გამოჩნდება, რომ ხშირი და ხშირი ვიდეოები დაიდება და ბევრი ინფორმაციები რა, მაგალითად გეგმა მაქვს, რომ ფეხბურთელების არა უფრო აი პოზიციური სკილების ახსნა დავიწყო. აი მაგალითად მეკარეს ხო აქვს თავისი სკილები, თავდასხმის თავისი დასვას თავისი. და მაგათი ასე ვთქვათ განმარტება რა, ეხა ბევრს არ გეცოდინებათ. დარწმუნებული ვარ. ბევრმა შეიძლება იცოდეს ეხა ვინც დიდი ხანია თამაშობს, მაგათი სქემა ასე ვთქვათ. და ვინც არ იცით, მაგათთვის აგიხსნით რა. რა შვება რომ დაასაწყისში, ანუ ახალად რო დაიწყებთ ამ Dream League-ის თამაშს, არ დაიწყოთ ეგრევე ფულის ასე ვთქვათ პანტა-პუნტად ხარჯვა რა. რო დაინახოთ რომ აი ოვერალი ვსო კაი აქვს, არ იქადავს რომ ეს უნდა ვიყიდოთ და ვსო ეს გუნდს წაადგება. არა. შეიძლება მაგაზე დაბალი ოვერალი იყოს, მაგრამ სკილებით იმაზე უკეთესი ვიდრე იმის მაღალი ოვერალი. ამიტომ მაგ ყველაფერს ავხსნით, თუ ოღონდ დაწერთ კომენტარებში რომ გაინტერესებთ და გინდათ მაგ სკილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ რა სკილი რას შვება და რომელ პოზიციას რა სკილი უფრო მეტად სჭირდება, თუ გაინტერესებთ, მე ყველაფერს ავხსნი, მაგრამ არ იქნება ეს პატარა ვიდეო, იმიტომ რომ ყველა სკილს თავისი დეტალური ახსნა ჭირდება რა, იმიტომ რომ ერთმანეთზე ასე ვთქვათ მიბმული რა, თითეული სკილი. აქედან გამომდინარე, ვეცდები რომ მაგ სკილების ახსნით და განახოთ ის რომ ანუ გუნდის შეთამაშება უფრო მნიშვნელოვანია და ფეხბურთელების ისეთი შეძენა ანუ რომ სად დაარწყ. რომ გუნდი მალე მოხოდოთ და განავითაროთ,
და ონლაინშიც რო საკმაოდ კაი ასპარეზი გქონდეთ ნებისმიერ გუნდთან რა, არ აქვს მნიშვნელობა ეს რა ოვერალი იქნება რა, თუ გუნდი გეყოლებათ ახლა იმ სკილებით შეთამაშებული რა სკილებსაც თქვენ მიეჩვევით ან გაინტერესებდათ და ეძებდით და არ იცოდით მაინც შემდეგ ნებისმიერ გუნდს მარტივად დაამარცხებთ, ну მარტივად თუ არა ყოველ შემთხვევაში ისე წინააღმდეგობას დაუდებთ, რომ თვითონაც გამოშტერდება დიდი ალბათობით. მე მაგალითად ახლა ეს გუნდი რაც ყავს აწყობილი, ყველა არის ერთმანეთთან იდეალურად შეთავსებული ბიჭები. აქედან გამომდინარე თითქმის ყველა პოზიცია ისე მაქვს არჩეული ფეხბურთელებით, რომ ანუ არა ძალიან მარტივი, რომ შემოხვიდიან დაცვაში, ან თუნდაც ნახევარდაცვაში, მოკლედ კანამდე მისვლა მარტივი არა ამ ჩემ გუნდთან თამაშის დროს. ну ლაივებზე ვისაც ვეთამაშებ, ბევრმაც კი ნახა ეგ შედეგი. შესწნი თუ რა ვინც ეს არ გვინდა, არც ეს გვინდა, ჩვენ გვინდა ჯუდ ბელინგემი. გაგლიერს ვეთამაშოთ, მოდი ნახოთ რა იქნება, ну არა ეხა ეს ძლიერი გუნდი. მაგრამ რა ვქნა, ჩვენი დივიზიონისა ეხა და ჩვენ არ ვართ ისეთ დივიზიონში, რომ შევხვდეთ რაღაცა სასწაულ გუნდებს, ამიტომ არც ველი, რომ შემდეგ მატჩებში რაღაცა კაი გუნდებს შევხვდებით, მაგრამ მეკარეებია როგორც გითხარით და ბუსტული რაც უფრო გამირთულებს თამაშს. ხო, რაც შეეხება კიდე ჩელენჯები მჭირდება, ახალი, რთული, რავი. მინდა რომ მუღამი მომეცეს კიდე უფრო მეტი. და გთხოვთ რომ დამიწეროთ რა რაიმე ტიპის ჩელენჯი რა, რავი, რაც გაგისწორდებათ. მე შეძლებს და ვარ ამოვარჩევ ჩემთვის რა თქმა უნდა რთულ ჩელენჯს და ვეცდები რომ შევასრულოთ თითოეულ მატჩში რომ მინიმუმ ერთი ჩელენჯი რომ მაინც შესრულო. ერთი კი არა, ის რასაც ავარჩევ ყველა რომ შესრულდეს. ну წინა ჩელენჯები ხა მახსოვს ყველა 5 გოლი იყო ანუ მატჩი და პლეუს ბომბარდირი უნდა ყოლოდა, მაგრამ ეხა ისევ თამაშობ რომ ბომბარდირის კი არ მყავს, რავი, მყავს, მაგრამ ვინა ეგეც არ ვიცი რა გუნდში. იქიდან გამომდინარე რომ თითქმის ყველას ვატანინებ გოლს რა, ვისაც თანაც კი შანსი მომეცემა. ამიტომ ასე რომ თქვა რომ ბომბარდირი არჩეული მყავს ო არა. ბომბარდის აირჩევთ თქვენ, ოღონდ ეხა ახალ დივიზიონში რო გადავალ, აი მან ეგრევე ვიდეოს ჩაწერას დავიწყებ და ბომბარდირსაც რავი აირჩევთ თქვენ და კიდე შევიდა და საღოლ. ну ესეთი ბურთებს ვერ იღებ და ადრე მეგარე ადრე რა, ну ეხა ის 24-23-ში უჭირდა ძალიან ისეთ მეკარეებს არა, მაგრამ ну ესეთ დაბალ მეგარეებს უჭირდა ეხა ყველას. ეხა ერთ-ერთზე შედევა ვნახოთ აბა დაბალი პასი. რაბონათი შეუსრულა ჰალანდმა. вообще არ ვილოდი ეხა ფინტის თუ მოინდომებდა. რაბონათი. მოკლედ ჩელენჯებს ველოდები თქვენგან. რავი, ნახოთ რა იქნება რა. მაინტერესებს რა ჩელენჯებს გამოუშვებთ, რავი, თან ისეთი ჩელენჯიც გამოუშვით, რომელიც მაგალითად თქვენ შეგისრულებიათ და ასე ვთქვათ, გერთულად. მაგალითად, ეგეც შეიძლება. რავი, თუ კი ვინმეს გააქვთ, რავი, ეგეთი პატარა ჩელენჯები, ან დიდი, რავი. შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში. აუცილებლად ყველა ვიდეოს ბოლოს ვეცდები რომ შესრულებული იქნას ის თქვენ მიერ მოცემული ჩელენჯი, რასაც ამ ვიდეოს ქვემოთ დამიწერთ, რავი, ან დამიწერთ ან არა რა. ну ნახოთ. პიკოლი. ეს პიკოლი ვინა, ბიჭო. ხო, კიდე რა უნდა გითხრათ რა, ეხა სანამ ეს მატჩი მორჩებოდეს, ზოგადად როცა ითამაშებთ ამ იმას თქვენ კარიერას რა დივიზიონის. ეცადეთ რომ ყველა ფეხბურთელს დააკვირდით. დაცვა იქნება ეს მეკარე, თავდამსხმელი არ აქვს მნიშვნელობა, ყველას დააკვირდით. იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება ისეთი პოტენციური ფეხბურთელი ყავდეს, რომ თქვენსავე დივიზიონში ძალიან გამოგადგეთ. ეს იქნება მეკარე, თავდამსხმელი, დაცვა თუ რავი, არ აქვს მნიშვნელობა რა. დააკვირდით, სახელი დაიმახსოვრეთ, რაც თავარია და ტრანსფერზე მე იჩალეჭეთ რომ ეგ მაინც დაამატოთ. აქედან გამომდინარე
კაი იქნება რა, ისეთ გუნდს თუ აწყობთ, რომ შეთამაშება იქნება ფეხბურთელების ერთმანეთზე და ამავდროულად თქვენც გეცოდინებათ რა სკილები და სკილებიდან გამომდინარე ახლა შეძლებთ რომ მეტად გათამამდით, არ გათამამდით. ნუ ბევრი ვიცი რომ მაგეებზე ცოტა რთულათა არ იცის, მაგრამ მე ვეცდები რომ მოგეხმაროთ რაც ვიცი, რა ინფორმაციებიც მაქვს მე ამ თამაშთან დაკავშირებით, იმ ინფორმაციებს ყველას გაგიბცელებთ, გაგიზიარებთ, რომ თუ მაგალითად არის სასტავი, რომელიც არ თამაშობს ახლა კაი გუნდით, შეიძლება 70 ბრალიანი თამაშობდეს და მობეზრებული ხონდეს რა და უნდადეს რომ ახალი გუნდის გააკეთოს რა, რომ უფრო კარგად დაიწყოს. აი ვინც მაგას ფიქრობთ, მე მოგეხმარებით მაგაში რომ ახალად რომ დაიწყებთ, უფრო თამამად და კაი ნაბიჯებით დაიწყოთ თამაში. ნახე, პაპის აპასი. შვენიერი ლამინი ამალიც თუ დააგდო, მაგასაც წამოვიყვან. არ მაწყეს მე ხა ამ გუნდში. მესი და აფსაიდი იყო იქ. ხო. მაგრამ ვეცდები რომ რაც შეიძლება მალმალე აწი. ნუ 15 რიცხვამდე კიდე ცოტა მინდა 4 დღეც და მე დავიწყებ უკვე ისე როგორც ადრე. ადრე რა თვეების უკან რა რამოდენიმე თვის უკან მოდი ესე ვიტყვი. პლუს ამას კვირაში ნელაცა მოინდომა ტიპმა, მაგრამ მაირო გასულიყო, ცუდი არ იქნებოდა, ნუ კაი გულს ჩაგეთვლებოდა. მაგრამ ყველაფერს გამართლება ჭირდება, მობილო ლეონელ მესი. თავისი მარცხენა, მაგრამ ნუ ეს კაპრიელი რაღაცა კაი მეკარე ჩანს და ვინმეს თუ დაგიგდებთ ტრანსფერში შეიძინეთ 3-0 ძმაო თან ესეთ გუნდთან აპგრეიდი არ გვინდა იმიტომ რომ არა გვჭირს საშუალება მაგის ძმაო ჩვენ სხვა რაღაცებს ვეძებთ ნუ გრიზმანი არ მინდა რაი არ მინდა ფილიპი არ მინდა ოლივერაც არც ერთი არ მინდა ხა გვინც არა მე მინდა ბელინგემი ტოტენჰემს ვეთამაშებით ნუ ტოტენჰემს მე ვეთამაშები მოკლედ დღისათვის სულ ეს იყო ჩელენჯებს დაველოდები თუ დაწერთ და ეს არის ბოლო და უკანასკნელი რომ ესეთი თვეები დამჭირდა რომ ცოტა დამაგვიანდა რა კვირაში დაიდება მინიმუმ 3 ვიდეო ეხლა და მაგისატვი ჩაი მე ვარ ნახვამდის ხა და წავიდი